ქუთაისში რადიო ძველი ქალაქის ოფისში გენდერის მედია ცენტრი გაიხსნა. მედია ცენტრის მიზანია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, კონკრეტული ქალი კანდიდატების საარჩევნო პროგრამებისა და აქტივობების შესახებ. გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით და ინიციატივით ასევე გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გენდერული თანასწორობის გაზლიერებისა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით. გენდერის მედია ცენტრი, რომელიც საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნა, ძირითადად მისი ფუნქცია იქნება ის, რომ ხელი შეუწყოს გენდერულად მგრძნობიარე ორგანიზაციებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის ამომრჩეველს, პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიას იმისთვის, რომ კარგად იქნას გააზრებული, რას ნიშნავს გენდერი, როგორი არის ქალი ამომრჩევლების და ქალი კანდიდატების პროგრამები, მათი როლი და რა უნდა მოხდეს ზოგადად. წარმოადგენ ქალთა ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ყველა მედია საშუალებასთან და მე ვიტყოდი, რომ ქუთაისში არის ძალიან გენდერულად გრძნობიარე მედია და მათთვის ყველა მათ წარმომადგენლისთვის ძალიან კარგია ამ ცენტრის არსებობა, იმიტომ რომ ეს ცენტრი ერთგვარ კოორდინირებას გაუწევს იმ საქმიანობასაც გენდერული კუთხით მიმდინარეობს ჩვენს ქალაქში. მედია ცენტრი პროექტის ერთად გენდერული თანასწორობის ფარგლებში გაეხსნა, რომელსაც ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის ახორციელებს. გენდერის მედია ცენტრი საქართველოს 8 ქალაქში, თელავში, გორში, რუსთავში, ახალციხეში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში გაეხსნა. მედია ცენტრები ამ რეგიონებში მომუშავე მედია ორგანიზაციებში ფუნქციონირებს. ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის, რომელსაც ჩვენ ხარს უჭერთ საერთოდ გენდერულ პროექტებს, განიზრახა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაარსოს ესეთი მედია ცენტრები. ქუთაისში, იმერეთში მედია ცენტრი იქნება სწორედ აქ რადიო ძველ ქალაქში, რომელსაც ჩვენი კოლეგა ქეთი ბერძენიშვილი ხელმძღვანელობს და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება საინტერესო ადგილი, სადაც ჩვენ ჟურნალისტებისათვის, რომელსაც ნებისმიერ დროს მოვალთ, ცხელი ხაზის საშუალებით გნებავთ ისე, ნებისმიერი რესურსით ვისარგებლოთ ამ ცენტრის ყველა იმ სერვისებით, რაც ამ ცენტრს ექნება. მედია ცენტრებში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პირს შეიძლება ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია გენდერული ნიშნის დისკრიმინაციის ან გენდერული ძალადობის ფაქტების შესახებ.